გამომიგზავნეს ეს სცენარი. ხო და მიაქცია ყურადღება ღინტუს შეომითვალეს. თქვა თანახმავარ მეთქი რა შეომთვალე. და არაფერი მე 1-2 კვირას დავჭით კიდე გავაგზავნეთ რეპეტიციები თბილისში და მე წავედით იმაში მარტვილში. ხუთაუფროსი ეროსის უნდა ეთამაში. და ეროსი ვარი თქვა და ისე მქონდა ჩახუჭუჭებული ღინტუს როლი და ბორბის ლია გახარებული ვიპოვეთო აიო აი ასეთი ღინტუ ვიპოვეთო ვიპოვეთო მოხარე ღინტუ აჰა არა შემოუთა გევიძრე ეს ფორმა მივესლიეს და მივდივარ მეთქი ბარემ წავალ დროზე რაღაც მურამი 3 დღეა შენ ხო გაგინდი წაიღეო მოაშორეო ის სამხრევი და ხუთაუფროსი სამხრევი დააგერე გოვენის იმასო და მაშინ მივხვდი რომ ხუთაუფროსი უნდა ვეთამაშო შემთხვევის ადგილზე ვიყავ ხუთაუფროსო რა არის ეს ნივთიერი საბუთია თქვი რა მოხდა კოსტაცა ავას ბიჭი რომ არის ჯოტია იმას უსვია ესვა დურუს ესროლა დურუს კი მამა მომიტანა ჩაპეკის მოთხრობა მითხა წაიკითხე, წავიკითხე. რაშია მეუთხარი საქმე, იცი რა, ფილმის გაკეთებას ვაპირებ და აი ესე და მიხსნის რაღაცა. მეუთხარი მამა არ გამოგივა ეს. რატო მომითხრა? მეუთხარი რაღაცა არ ვიცი მე, რაღაცა არ მეჩვენება არც ასაცილოდ, არც რაღაც. იცი რა გითხრა მომითხრა. მე ფილმი უკვე გადაღებული მაქვს მომითხრა. გადაწყვიტა რომ ეს ყველაფერი სამეგრელოში ყოფილიყო, იმიტომ ძალიან უყვარდა. ესე იგი, ხოლმეურნე დურუ ხუნჭვა დაზარალებული, ხო? რა ხოლმეურნეა დურუ ხუთაუფროსო. მოქალაქეა მაინც. ისე ყველაფრის გიცია თუ ვახია მაგაზე. აცნებს აპატის დურუ ხუნჭვას და შეიძლება ითქვას მიზეზი რომ გქონდეს, ამოვაყოფინებ თავს სადაც საჭიროა, მაგრამ ჩვენ კანონი უნდა დავიცვათ. თუ დურუ ხუნჭვა დაზარალებული არ უნდა ვთქვათ, ახია მაგაზეო. და თუ ჯოტია წავა დამნაშავე, უნდა დავსაჯო ჯოტია წავა. ამხანაგო სორტია. გააფრთხილეთ თუ არა მოქალაქე ჯოტია წავა. თუ რა შედეგი შეიძლება მოყვეს ყალბჩვენებას. ნამდვილად. თქვი ახლა სიმართლე. ასე იყო. როგორც რო ვიღებდით, მაშინ ვიყავი 25 წლის ხო და ეხლა აი ხანი გავიდა, ეხლა ვარ 60
8 წლის. მაშინ ჯგუფში ვიყავი, მუშაობდი სპეცმანქანაზე. ეხლა სპეცმანქანაზე მუშაობ. ქვია ამას მინი პეტეს. პირველი ზაფხულში სიცხეში მქონდა გადაღებული იმასთან თითქმის გოგისთან, კავთარაძესთან. ჩოტიაზე გოგი იყო დამტკიცებული თავიდან. და ის შემოგვიერთდებაო იმიდანო. ბათუმიდანო მაგის სცენები როცა იქნებოდა. ვერ მოასწრო. დაკრა ფეხი წევიდა. და ეცენ მე კისერში იმას კობას. პრაქტიკულად მე დიდი მისი წვალება ვერ ნახე, ვერც მსახიობების არჩევაში, ვერც კომპოზიტორის, ვერც მხატვრის. ანუ ეს ყველაფერი უკვე გათვლილი ქონდა თვითონ. ამირან ჭიჭინაძესთან ისედაც მეგობრობდა. ამირანი მოდიოდა ჩვენთან ამ სახლში ხშირად, ცალკეც მუშაობდნენ, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად და მე ერთად. და მე მახსოვს ეს მომენტები, როდესაც რაღაც ის მეგრულ კილოს იყენებდა მამა და იწყებდა ამ სცენების გათამაშებას და ნუ იყო სიცილი ხორხოცი ერთი ამბავი, მაგრამ ნუ აი ამაში ყველაფერში ეს სცენარი იწერებოდა. დურუხუნჯუას დაგინახე დურუხუნჯუა დაგინახე ეკ მე შეგელაბაები არავითარი სინჭი არავითარი და დავით მარტვილში მაშინ გეგეჭკორი იყო და დავიწყეთ გადაღება ჩვეულებრივად თვითონ ჯგუფი იყო კარგი ძალიან ჯგუფი შესანიშნავი პიროვნება იყო ეს გურავი პატარაია გადასწრები ოპერატორი იყო ირაკლი ონოფრიშვილი სარაკია სცენარის ავტორი ჭიჭინაძე თუ არ ვწდები ხო ჭიჭინაძე კომპოზიტორი გია ყანჩელი სოფლიოში რა ვიცი მე უდიდესი კომპოზიტორი მამრის დათქმულმა ქსიამუნებში მანიაკო. მამრის დათქმულმა ქსიამუნებში მანიაკო. ო. შეჭიმის თამაში ისწავლე წესია. მოკეთე და თუ შეგვიძლია ითამაში. ევუშკა ვასე გელა როგორ შემოსაგანო ცოლო Сейчас чаще улири кутатулески. Кош. ეს გავაკეთე და ნუ მე დარჩა ეს რომ აი ხელების ზრტყმევით და რამოდენიმე დუბლი გადაიღეს და მე არ მიგრძნია რომ ძალიან ვირტყავდი ხელს არ მიგრძნია არც ტკივილი და საღამოთი ვინახეო საერთოდ დალურჯებული მქონდა ფეხები ვტყმევისგან მამა საერთოდ ჰქონდა ესეთი თვისება, რასაც წერდა სანამ მამას დაწერდა, მანამდე ჩანახატს აკეთებდა. პრაქტიკულად ესე კადრებად ჰქონდა დაყოფილი მთელი ფილმი. რომელსაც კოლმეურნეობის მძღოლი ჯოტია ცაავა გამოესარჩლა მაშინ, როცა დურუ ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა ბავშვს კოჩი. მილიციის უფროსი უკარო არის. სადაქვია რუკა ის ჩემი ხელითაა დახატული. მეთქი რაღაცა უნდა ისეთი მეთქი რომ აი რომ თვითონ რომ შებრუნდება და აი აქ ამ ადგილას ეს რაღაცა და ის მოძრაობის იმასაც მისცემს რაღაცა მიზანსაც გაამართლებს თავის მოქმედებისას და თვითონ თავის შესაძლებლობას რომ ითამაშოს მსახიობი. ზემოთ
ეს იყო ღინტუს იმპროვიზაცია, როდესაც თავის ტექსტს კითხულობს და ლუპა ამოაქვს იქიდან და ლუპით კითხულობს ამ თავს, მამჩემი გადმოვარდა ზემოდან, იმიტომ რომ იმდენი ცინა ამაზე, მთელი გადამღები ჯგუფი, იმიტომ რომ ეს თავისი იმპროვიზაცია იყო და მართლა ვერ წავიკითხეო თქვა და ამიტომ სულ დამაგოთ. კაი, გასაგებია. გადააბეჭდე კანტორაში და დღეს ვერ გაუგზავნე რაიონს. ბატონი გურამ პატარია და ირაკლი ონოფრიშვილი დამგმელი ოპერატორი ისე დაემთხვა, რომ მიდიოდნენ ირანში ფილმის გადასაღებად და დარჩენილი იყო ეს პატარა ეპიზოდი, რომლის გადაღებასაც ვერ ასწრებდნენ. ესე ირაკლი წამოსასვლელი იყო, მოსამზადებლად და ლაპარაკობდნენ, რომ მოდიო გამოვიძახოთ ოპერატორი გამოცდილი უფრო და გურამმა თქვა, რომ არაო, ილო გადაიღებსო. აი ეს ეპიზოდი არის ზუსტად, როცა ვიღებდი მე ამ სცენას და ვიყავით 18-19 წლის. ჩემთვის დიდი მოვლენა იყო, იმიტომ რომ ამ დროს 18 წლის ბიჭი მხატვრული კინოს გადაღების დროს კამერასთან დადგება, ცოტა ისეთი ის იყო. აი საოცრად, კაი გასახსენებელი არის, ამდენი წელი გავიდა. თუ ხელის გულთან დურუმ ჩხუბი ავტეხა ეს გაკულია. მერე? ლაზარემში არის. ბატონო, რას გეუბნებოდი მე? ვინ კითხავდა მაგალითად იმ გრძელ ცხვირა ლაზარეს რომ არიგებდა? 15 დღით ჩავაყუდებდი იმ შენ დურუს, კარგი იქნება. დიდობაში ცოტა ისე ხუმრობით მაბრაზებდნენ ხოლმე რა. რაზე გაბრაზებდნენ? ჩამშვები ვიყავი მთელი სოფლის კაც. რომ მე მითანხმებდა მე რაიგოს დივანი და ერთმანეთში საუბრობდნენ. გუშინ გამგეობის კრებაზე ვთქვა, თუ დიდი მოსავალი გვექნა, 5 წელს კი რომ მიიწვისა მილიციის გვერდის ასიმინდე, ის ჩვენ გამოვიყენოთო, რა თუნდაო 3 წელია კაცი არ ჩაუჯენია შიგო. ხედავ შენ? რას გეტყვიცი? გადაეცი იმ უარსარ და ვასახელებ თავმჯდომარე სამხანაგო ბარდღუნია, რომ ის არის არა სასიმინდე, არამედ წინასწარ პატიმრობის საკანი. თავარი ჩვენთვის აღმოჩნდა მილიციისათვის საკანი. და რადგანაც არ მოგოწოდა ეს ქვედა სარდაფი, თქვით გაგვეგრძელებინა გზა. რომ ვიარეთ ერთ ჩამოვერეთ სოფლის მთელი უბანი და დავინახეს რაღაცა სასიმინდეების ვებერთელა სიგრძე ტალანი. ხო და გავაჩერებინა მანქანა და რასაც აი ის მეთქი აქ შევიდეთ მეთქი თხოვე რეჟისორს. გურამე რა გვინდაო და ნუ მეც საინტერესოა მეთქი მაინც და დახოთ რა არის და დავინახე სასიმინდე უცბად უთხარი რომ აი ეს სასიმინდე გამოვიყენოთ მეთქი წინასწარ დაკავების საკნად. უცბად იფიქრა. ახი შენ რა მითხარიო რაღაც საინტერესო იყო. ძალიან კარგი მიზანსენების გაკეთება შეიძლება აქ. ჯოდია, ჯოდია, უნჯღერე ამაზირაცია. ბოდიშკი კაცო ბანანაის ახლა საჩერებდა ყველგან ის გასმა როგორ გიკითხოთ ბატონო გოვანი ცდილობ რა ხოხარეს ხასიათზე რა დაუკვირდი იცი ჩემაგირავ არავინ არ ცდილობს კაც ცდილობ მე უნდა არა მიდი დაზინდე დავამზადებო არ მიდანე დაშვენებოდა კი ბატონო
დამთავრდა ეს სცენა და ჩაუიეგით მე მანუჩარი არ სვავდა მანუჩარი რადროსავსავ ერთი სული მქონდა ღვინო და მელია არა არ შეიძლებოდა წამლებზე ვიჯექი და აი თუ გახსოვთ ის სცენა რომ მე ვიღებ ამას სადღერძელოს ვამბობ და მე ჩუმადებ რომ არ შემამჩნიოთ მაგერმა და თუ არა ერთი სული მქონდა კაი ღვინო იყო ეს პურმარილი თან წამოიღე და საერთოდ ჩიტის რძი არ მოაკლო პატიმარ Oh, na 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 na, odelia, na na na. Oh, na 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 na, odelia, na na na. ზღირტო მაშინ იყო სოთაშვილის იქ რა ქვია კულტურის სახლის დირექტორი იყო თუ სამხატვრო აღარ მახსოვს რა მაგრამ კულტურის სახლში მუშაობდა. ხო ერთხელ მოიუბნები იმას რა ქვია გურავს მეუთხარი გურავს ერთი ჩააცვი მაგას მილიციის ფორმა და შეხედებეთკი. აი შესპიცავა. ჩააწვა და შეოთქვა. და დაამტკიცა იმ როლზე. ღინტუ არ, ღინტუ. მოვიტანით, ღინტუ ბატონო, ძალიან გქონთ. მოვიტანით. არა, არ ძალია. სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების მომენტში. როგორი ბიჭია იქ ერთი ისე და გადასარევიო რომ ესეთი იყო ჟვანია რა. პირველ რიგში მეგობრულია ადამიანი, საოცარი. მოხდა რამე? კოჩიას იბარებს მილიციაში ხუთა უფროს. ვაიმე, რა შეიძლება? ინსტრუქციის თანახმად მცირეწლოვანის დაკითხვას ვინმე უფროსი უნდა ესწრებოდეს. გასაგებია? კი ბატონო, აგერა, თეოფილე, ბატრი, გადაჭრა. შოუს თუ იცნობ? შეიძლება შოუს ვერ ვიცნო, იმიტომ რომ შოუ მაშინ в полном расцвете сил ახალგაზრდა ქალი გოგო იყო და ის სიმპათიური ლამაზი. ო და ახლა შეიძლება ახლა ასაკში რა ვიცი როგორ გამოიყურება. მე ვიცი ახლა ჯოტია სად იქნება. ამ დილადრიან სად უნდა იყოს? მთელი ღამე დილამდე კირილეს ეზოსთან დაბორიალოს. არ უყურებს საზოგადოებრივ წესრიგს, ხო? არა ხუთა უფროსო. კირილეს გოგო შოუ უყვარს. ცოლობას თხოვა. ალბათ ყარაულობს ეშინი არ ემოტაცოს. შოუ უყვარს? კარგი გოგოა შოუ. ლამაზი. გადაღება რო დაიწყო ჩემი კადრებისა მე ვთხოვე ლიას რომ იქნებ მეთქი სცენარი წამაკითხოთ მეთქი და გაგატან სახში რა პრობლემაა და სახში რო წამოვიღე მაშინ მოიხსენებათ არც ქსეროქსები იყო არც არაფერი და ეს სახში მე თვითონ გადავწერე იმ ღამეს მაინც სამახსოვროდ მქონდეს მეთქი ხო და გადავწერე და რო ვწერ და რო ვკითხულობ გაიგო დედაჩემმა ბოლო კადრებში ჩანს რომ გადასაღებ მოედანზე ჯოტიასთან შოუ მიდის და რო ეხვევა და კოცნის აპაპაპა დამთავრდა შენი გადაღებაო. ჯოტია. ეს კობა. როგორ ძანდები და თავისი სახე როგორ ჩემი სული
რამდენი წელი ხანდა მეგოც მაშინ. ეხლა კიდე გავკოცე აგი. დაიმთხვა ჩვენი სულ. ჩამოდი. არ შემიძლია. რატო? დაპატიმრებული ვარ. ჩემი გულისათვის დაგაპატიმრეს, ხო? და ნუ ოჯახის ამბავი ახლა მშობლები და ისინი. მშობლები იქ ამყავს. უი, ეხლა ჩამოვიყვანე დედაც უხელ ჩამოვედი და ესაა რა გავკოცე. სცენარი რონა ხანა როდაინ გაიგონა ჯოტიას ეხვევა და კოტნისო და გაგიჟდა. არავითარი გადაღება. კი, თუნდა გურამი მაგერა. მე შეგვიცვალეს ცხონებულმა პატარაია რომ თითქოს და პირობა მივეცი საქვეყნოდ. დაპატიმრებული არ ვიყო. რა სიზამთი? ჩამოვიდოდი. მე რა გიშლის ხელს? მოგვითხოვ მაგარ ჩაკეტილი. სიტყვა მაქვს მიცემული. თუ სიტყვა გაქვს მიცემული არ ჩამოხვიდე. უპირო კაცი არც მე მეყვარება. რას გეტყვი იცი ხინტო? საიდუმლოდ რასაკვირველია. გამორიცხული არ არის რომ ჩვენ საქმე მსოფლიო რეკორდთან გვაქვს. ნამდვილად. კოჩია მომგვარეთ აქ. სელქი ბავშვი ვიყავი ალბათ, რა ვიცი, მაშინ და მე მოვეწონე ბატონ გურამს და უნდა მერაბი უნდა ვათამაშო ფილმშიო და შემდეგ სკოლაში მოვიდა პატარა წერილი დეპეშასავით, როგორც ფილმ რეკორდთან გადაღებასთან დაკავშირებით ხოთ გაანთავისუფლოთ მესამე კლასის მოსწავლე მერაბ გურამიძე გაბუნია. მობრძანდი ბატონო თეოფილე. ვა? როგორ გიკითხოთ, როგორ ბრძანდებით ბატონო ჩემო? რაღა როგორ ვარ ჩემო ბიზიკო. შემარცხვინა ამ ჩემმა შვილიშვილმა. 75 მეტრის ასაკში ხალხში გამოსაჩენი პირი აღარა მაქვს. აჭექი ბიჭო. თეოფილე გაბუნიას ბაბუა ჩემი ნამდვილად. ოღონდ ფილმში ბაბუა არ თამაშობს. არ ითამაშა, მაშ ბებია იყო ახალი გარდაცვლილი. ტელევიზორში მე რა მინდაო. ჩემო გურამო, ბატონ გურამს ეუნებოდა და ამიტომ შემდეგ ესეთი ადამიანი მოძებნეს, რომ ბაბუა ჩემს რო გავდა საყიდე ეს იყო ნოქალაქეველი. გვასალია გვარად. ოფიციალური ენით რომ თქვა, თქვენი შვილიშვილი არა ლეგალური გზით შეიჭრა დურუხუნჭუას ყანაში. მე ხო ესე გადავედი. ჰაი! აქვე მოკვლევ ამას მე თქვენ თვალზე. ხინტუ მარაშველები. შენ როგორ გავედე ბიჭო? დურუხუნჭუას ყანაში გადაზრომა. მე შენ გიჩვენებ, შენ გიჩვენებ. კაბინეტი არა, დამნაშავე ბატონო. უნჯგორევა ისკნოს მაზაკვესი, ა? კაბინეტი, კარგი, შეიძლება. აღარა ეს საჭიროება. შენ მოხვა შენ სახში და იქ მოგერაბარები მე შენ. ჰა, მოიკაი. როგორ კაცო? დაწმარგით ვიზიათეო. რა კაცო, როგორ კაცო? მიცემულო თეოფილე. საქმის ძირითადი მქარება ამაში არ მდგომარეობს. რა კაცო, როგორ კაცო? სკოლაში რომ მივდოდი მასწავლებელი გადაღების შემდეგ და გაკვეთილს კი არ მაყოლებდა მასწავლებელი, აბა მოყევ ფილმში როგორ გადაგიღეს, რომ მთელი ერთ თვე ამას ყვებოდი და მიხარდა გაკვეთილს რეტკაც ვსწავლობდი რა. მაშინ იმ ერთვის მანძილზე. თვენახევრის. საქმე იმაშია, რომ დურუხუნჭუამ დაიჭირა კოჩია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. უბრალო ენით რომ თქვა, გალახა. გალახა? ჰაი! ეს როგორ გაბედა დურუმათხოვარმა რომ შვილი გამილახა. ეს რამეს მის ჩემო ბატონო? სატყავს თეოფილე გაბუნიას დურუს გასალახი შვილიშვილები. უყურე შენ? კინაღამ არ მომყალი ანგელოზივით ბავშვი. ჰა? დაწნარდით ბატონო თეოფილე. როგორ თუ დაწნარდი კაცო? დაწნარდით. გაბუნიებთან ცხოვრობდა პერიოდულად აი ამ ყველაფრის მომზადების პერიოდში. იმიტომ რომ აინტერესებდა ყველა დეტალი. ყველა დეტალი იქ ენის თვითონ ხალხის ფსიქოლოგიის
ყველაფერი აინტერესებდა და აყოლებდა ამას სულ წვრილმანებში, აი ესე მახსოვს ძალიან, რომ მაგრამ იმდენად ხალისიანი პროცესი იყო ეს თვითონ თავისთავად, რომ ნამდვილად მე მგონი ცუდი არ გამოვიდა. ხინტუს სიტყვები მამაც შემაუყარნახა და აი ის რო არის იქა პოლიცია მე თქვენ სულელი ხوارგონი ვართ, ეუბნება ნამდვილად ბატონო ის იყო ასეთი ეს ყველაფერი ცხოვრებისეულია იქიდან გადმოდის. ამ ხანაგო წულეისკირი დაწერთ რაღაც აბდაუბდას. მოგაქვთ ჩემთან და გინდათ ხელი მომაწერინოთ რომ ვიღაც ოფუცხოველმა ჯოტიამ მსოფლიო რეკორდი დაამყარა ბირთვის კურაში, ა? მე თქვენ სულელი ხომ არ გონივართ, კაცო? ნამდვილად. ბოდიში ეს რა ვთქვი, კაცო? წყალში გასვლა რო გადავიღეთ 26 თუ 25 თუ 27 ნოემბერი. სამ დღეში დეკემბერი დადგა რა. ხალხს გონია რომ თამაშობ იქნი, აუ რას თამაშობ. თამაშობ კი არა, გამაძაგძაგა წელში. სულ უკან რამდენის გინებაში ვიყავი. ზურგს უკან. რო ჩავყავი, ფეხი გავიგდი, რა ცივი იყო. შიოდა რომ მეწოდებოდა გოვენი მეწოდებოდა კაცო ტრუსიკის ამარა ზევით გახტილი ან დინარეში შედის კაკალებული გამოდიოდა იქიდან და დახვედრებენ არაყს და მოახურავდნენ რაღაცას ზევიდან კაკალებდა რა ინდუ გამაუშვი ფილმი დასრულდა თან მაშინ იყო ესეთი სისტემა ჯერ იბარებდა მოსკოვი ამ ფილმს და შემდეგ უკვე რა თქმა უნდა ხდებოდა ამის დემონსტრაცია მაგრამ მოსკოვმა ჩაიბარა ეს ფილმი და უცებ აქ რატომღაც არ უშვებენ მამაჩემ რამდენიმეჯერ მიაკითხა და ბოლოს დაიბარეს პირდაპირ კეთილაძესთან გასტანდი კეთილაძე მინისტრი კაი ადამიანი იყო სხვათა შორის და ძალიან ჩახედული იყო ხელოვნებაში უყვარდა ყველაფერი მაგრამ იმდანაც შეუშდა რომ აიძულეს კოლეგიაზე განეხილათ ეს საკითხი და მიიღო დადგენილება რომ იქნებ დავსვათ საკითხი პარტიის ცენტრალური კომიტეტის წინაშე რომ იქნებ აიგზავნოს ეს ფილმი და შელახვარი მილიციის მუშაკებს ავტორიტეტის ხალხო ჩვენი თანამშრომლებს მე გამოვედი წინააღმდეგ ამ ფილმის აღზარვის შესახებ შევარდნაძე იყო პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი მოგვისმინა, კარგად მოისმინა ყველას გამოსვლები. ერთი სიტყვა არ უპასუხა ამის შესახებ, ან დადებით, ან ვარყოფითი, საერთოდ არაფერი არ თქვა და გადავიდა სხვა საკითხზე. საღამოს 10 საათზე ვხედავ ტელევიზიაში მეძახით შემევალო, რომ ის ფილმის გადაცემა არის და ზუსტად ის ფილმი გაუშვეს 10 საათზე. და რეკორდი. ესე იგი საფასურო პარტიის ცენტრალური კომიტეტის ბიურომ ჩვენ კოლეგიის საფასურო დაიღოთ ხელახლა გაუშვეს ფილმი ეკრანზე და ამით თავის სიტყვა თქვა რომ არ გზავნდა ფილმის ეს შეერჩა ეკრანზე. ყველანი დიდი და პატარა სულ მოუთმენლად ელოდა ამ ფილმის გამოსვლას. და დადგა მომენტი, ჯერ ხო არ დაადგა გამოსვლა. საშველი დიდი ხანი ვერ ვნახეთ და როცა გვეღირსა უკვე ეს კადრების ნახვის სიამოვნება მთელი სოფელი, აი როგორ ჩარერამაშია ისე ეწყობა ყველანი ტელევიზორს სულ მოუთმენლად ესმენ და უყურებდნენ ამ ფილმს. უნდოდათ ნახვა გულწრფელად და დაიწყო ფილმი. მაგრამ ვაი საოცრება მოხდა ეს რომ აი ჩემი კადრები რო ჩანს მოულოდნელად შუქი გაითიშა. გავა 5 წუთი მოვაშუქი. ცოტა ხანში ჩაქრება კიდე. სანამ ეს ჩემი კადრი გადიოდა ისე იგი რასაც ქვია აი ხრჩობა დაგვახრჩვეს. ფილმი ვერაფრით ვერ ვნახეთ სრულყოფილად. აღმოჩნდა რომ ჩემი მომავალი მეუღლე აკეთებდა ამას თავის მანტიორს დავალ რომ შუქი გათიშა. რატო? და მე გაატყდა რომ აი ესე ჭორი წამოვიდა რომ იმას ის უყვარდა იმიტომ გააკეთა ესაო.
ქალაქის პირველობა ტარდებოდა 55 წელს მარტო მოედანი იყო. ჯუნგლები არ იყო. ისე შემოსაშვებია თვითონ. No, აი ვარ მიქიო რა. ვერია ცოტა გამოიწვა. რა შეგიძლია ხო? გამოტყდი რომ არ გისწვია და ახლავე გაგათავისუფლე. ვესროლე. ჰოი, არ ვიცი პიტამი როგორ დაგაპატიმრებ. მარცხენ რაიონული მასშტაბით. ხადიკი. ისწორე ახლავე. ასე არ შემიძლია ხუთაბიძი. აბა როგორ შეგიძლია შემამატყლო შენ? შემაგინოს დურუხუნჭუან და ვესროლე. ხიდ თუ შეგაგიდებს იქიდან. არა? ედო. ადგეს იქ დურუხუნჭუა. შემაგინოს და ვესროლე. რამდენი დუბლი გადაიღეს 10 მახსოვს, კაცო ღევიყიდე რა, კაცო და ბოლოს გამწარდა იქეთ და მინდა გადაიღე თქვენი დედაც მეუთხარი მარემ მეთქი კაცო რა შვებით მეუთხარი ამდენ ხანს მეთქი ვაგილებ მაშინ და წამოვიდი ეს თქვა კიდე ამ ფილმის ფრაზებით დღესაც ძალიან ბევრი ლაპარაკობს. აი არ გავა ერთი თვე რომ ვიღაცამ არ დამირეკოს და ვაიმე ამ არხზე თქვენი ფილმი იყო. მართლა სასიამოვნოა ვეტყვი. ახლა რო გადისხომლე ყველა რეკავს ტელეფონს გავიღებ, გავარგით, რით ვერ ნახეთ, რით ვერ დაიზეპირეთ. ინტერნეტში არის რაღაც მობილურში მაგ ზოგჯერ ფრაზებს, ზოგჯერ ისე და ყველაზე კაი ეპიზოდი რაც მიყვარს ეს არის რომ სუცა გამოდიგარეთ პირადად შენთან მაქვს აქ. სუცა პირადად შენთან საქმე მაქვს გამოდი გარე. აი იქ არის სცენები, ეზო იყო, აი იქ სახლი იდგა იქ, აი იქ იყო ყანა. ეგ ყანის ღობე, გახსოვს? კი როგორ არა, მაგრამ ეხლა მე ვამგზავნე აი შესვლილია, ბიტო ის ხიდი არის ისე. ო, ხიდი და ხიდს აქეთ ვიყავით ჩვენ, რა? და აქეთ იყო იმათი, აი ეგ რო ჩანს ჟვინები. რა უნდა მეკითხა ეხლა? ზვანით რომელი ხარ თვითონ? ზვანით მე, მაიორი. ხო, აბა მაშინ პატარა მასიტენაცია. პატარა ის მორიდება. მე რომ ხო იქნებოდი გენერალი. რა მეტი იქნებოდა, რამე იყო სისვრი ხარ? არა ეხლა რომ თხოვონ ქვას კი არა, ქვას მივარტყამ თავს. მაშინ არ გადაგიცილებია და ვიცი ეხლა. ეხლა არ გადაგიცილე გზის ჩოხია, ხო? ჯერ რას მეტყავდა